საქართველოს პრემიერი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უზბეკეთში იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდა უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოს, საკანონმდებლო პალატის სპიკერსა და სენატის თავმჯდომარეს. შუადერეფნის პოტენციალის ათვისება და ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა ის მთავარი საკითხები, რაზეც ქართული მხარე ვიზიტის ფარგლებში ძირითად აქცენტს გააკეთებს. ხვალაცევე დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობათა შორის ეკონომიკური საბჭოს ხდომა და შეხვედრები მეგობარი ქვეყნის პრემიერსა და პრეზიდენტთან. მოამბე უზბეკეთი საქართველოს პრემიერის ვიზიტს ანა ბროლაძე აშუქებს. დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის პირველი დღე უზბეკეთის დედაქალაქში და ასე საქართველოს დროშის ფერების გამოსახვით შენობებზე გამოხატავს უზბეკური მასპინძელი მხარე პატივისცემას საქართველოს მთავრობის მეთაურისა და მისი დელეგაციის სტუმრობის მიმართ. აღსანიშნავია, რომ დღეს ჰქონდა პოლიტიკური შეხვედრების ნაწილი საქართველოს მთავრობის მეთაურს, ის დღეს სტუმრობდა საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატას, ხვალ პოლიტიკური დისკუსიები გაგრძელდება პრეზიდენტთან და პრემიერთან აუდიენციით და ბუნებრივია, რომ ამ შეხვედრებზე იქნება განხილული საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ეკონომიკური სავაჭრო მიმართულებით, რამაც უნდა გაზარდოს ჩვენი ქვეყნის შუა დერეფნის ფუნქცია და დანიშნულება. უზბეკეთის დედაქალაქში ეს არის ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი პრემიერ-მინისტრის სტატუსით და აღსანიშნავია, რომ ის სტუმრობს ცენტრალური აზიის მეორე სახელმწიფოს. მანამდე შედგა ასევე ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში და დაგეგმილია სტუმრობა ასევე თურქმენეთის რესპუბლიკაში და თითოეული ეს ვიზიტი ემსახურება იმას, რომ საქართველოს დაკავშირებადობა ევროპასა და აზიის კონტინენტს შორის გაიზარდოს იმის გათვალისწინებით, რომ აბრეშუმის გზის უმნიშვნელოვანესი მარშრუტი, რაც ჩვენი ქვეყნის შუა დერეფნის როლსა და ფუნქციას კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს და სწორედ ამაზე ჰქონდა აქცენტი შეხვედრების დასრულების შემდეგ პირველი ვიზიტის პირველი დღის დასასრულს საქართველოს მთავრობის მეთაურს. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა შუა დერეფნის განვითარება, ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვაფართოებთ ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული ძალიან ბევრ ქვეყანასთან. ეს ყველაფერი დაეხმარება, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას იმაში, რომ კიდევ უფრო მეტად განავითაროს საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობები. თქვენ იცით, რომ გასული 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის ტემპი გვაქვს ძალიან მაღალი, საშუალო ზრდა შეადგინა თითქმის 10% გასული 4 წლის მანძილზე. წლევანდელი წელიც დავიწყეთ ძალიან კარგად, იანვრის მაჩვენებელი იყო 11,1%. ჩვენთვის თავარია, რომ ტემპი არ დავაგდოთ და პირიქით კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ეკონომიკის განვითარებას. როგორც აღნიშნე ირაკლი კობახიძე, დღეს ესტუმრა უზბეკეთის დედაქალაქს ტაშკენტში. მან სტუმრობა დაიწყო ტრადიციული ღონისძიებით, როდესაც გვირგვინით შეამკო უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი. ამის შემდეგ უკვე შედგა ის შეხვედრები, რომელიც იყო პირველი დღის სამუშაო ოფიციალური ვიზიტის სამუშაო დღის წესრიგში. ხვალ გაიმართება ასევე საქართველოს-უზბეკეთის ეკონომიკური მთავრობათა შორისი კომისიის რიგით მე-10 ხდომა, რომელზეც გაგრძელდება მსჯელობა იმ საკითხებზე, რომელზე დისკუსიებიც უკვე დღეს დაიწყო და რა თემები განიხილეს, რა გზავნილები მოვისმინეთ მასპინძლებისგან და სტუმრებისგან, ამას მაყურებელი უკვე ჩვენს რეპორტაჟში ნახავს. ქართული ბორტი ტაშკენტის საერთაშორისო აეროპორტში დღის პირველ ნახევარში დაეშვა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ცენტრალური აზიის სახელმწიფოში ჩასულ პრემიერსა და მის დელეგაციას პატივისცემის ნიშნად აეროპორტში კოლეგა დახვდა, რომელიც პირისპირი და გაფართოებული შეხვედრის ფორმატში ქართულ კოლეგას ხვალ უმასპინძლებს. მანამდე კი პირველი ოფიციალური პირი, ვინც ქართული დელეგაცია მიიღო, ოლი მეჯლისის სენატის თავმჯდომარე ტანზილა ნარბაევა იყო. მნიშვნელოვანია მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობა. მადლობას გიხდით ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. საქართველოს აქვს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, ერთმანეთს აკავშირებს ევროპას და აზიას, აღმოსავლეთსა და დასავლეთს და ჩვენი სურვილია ამ უპირატესობის გამოყენება. ჩვენი თანამშრომლობა ამ მხრივ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი უნდა იყოს. ჩვენ ვაშენებთ გზებს, ასევე გეგმავთ ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენებას თბილისში და პორტის შავ ზღვაზე. ყველაფერი ეს ხელშეუწყობს ჩვენ შორის თანამშრომლობას. ეს პროექტები ხორციელდება შუა დერეფნის ინიციატივის გათვალისწინებით. ჩვენი სურვილია ამ პროექტის მაქსიმალური
სოციალური გაძლიერება ჩვენს ქვეყანაში. არსებობს სხვა სფეროებიც, რომლებშიც შეგვიძლია გავაძლიეროთ თანამშრომლობა, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული კავშირების გათვალისწინებით, მაგალითად განათლება, მეცნიერება, სპორტი, კულტურა, სადაც არსებობს დიდი პოტენციალი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სენატში. მინდა მოგილოცოთ ქართული ოცნების დამაჯერებელი გამარჯვება. გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს პირადად თქვენ და თქვენს დელეგაციას. თქვენი გამარჯვება არის თქვენი ხალხის ნდობის მტკიცებულება. ჩვენი ურთიერთობები ძლიერდება და მჯერა. თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. უზბეკეთის პარლამენტის ზედა პალატაში შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერს და მის დელეგაციაში შემავალ მინისტრთა კაბინეტის წევრებს ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის სპიკერმა ნურიდინ ისმოილოვმა უმასპინძლა. ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ უზბეკეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო პალატაში. გულთბილად მაგონდება 2018 წელს უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოში თქვენი პირველი ვიზიტი, რომლის დროსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანდებოდით. სასიამოვნოა, რომ ამჟამად გმასპინძლობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გულითადად მოგილოცოთ ქვეყნის მთავრობის მეთაურად, ხელახლა დანიშნა და ქართული ოცნების დამაჯერებელი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში. ასევე ძალიან გვსიამოვნებს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ ბატონი შალვა პაპუაშვილი იქნა არჩეული. ამასთან დაკავშირებით გთხოვთ გადასცეთ ჩემს კოლეგას ჩვენი გულთბილი მილოცვა. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ქართული ოცნების დამაჯერებელი გამარჯვება მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა და საქართველოს მთავრობის მიერ ყველა მიმართულებით განხორციელებულ ფართო მასშტაბიან რეფორმებზე მეტყველებს, ისევე როგორც ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე. მაღალ ნიშნულზეა უზბეკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები და პარლამენტთა შორისი დიალოგი. საქართველო უკვე გახდა დემოკრატიული განვითარების და რეფორმების მოდელი. არჩევნები ამ სულისკვეთებით ჩატარდა. თქვენ წარმატებით გაუმკლავდით წნეხსა და სერიოზულ დაძაბულობას ქვეყანაში. ჩვენს ქვეყნებს კარგი ეკონომიკური თანამშრომლობა აკავშირებს, მაგრამ მისი გაფართოების დიდი შესაძლებლობა არსებობს. ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა შეიძლება ბევრად გაუმჯობესდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის და დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად. საქართველოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა აქვს. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.5%-ს აღემატება, რაც ყველაზე მაღალი ნიშნულია ევროპის მასშტაბით. ვიყვები ძალიან ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას, ძალიან დაბალი საგადასახადო განაკვეთები და მცირე რაოდენობის გადასახადები გვაქვს ქვეყანაში. ყოველივე ეს ძალიან კარგ პირობებს უქმნის თქვენს ინვესტორებს საქართველოში ეკონომიკურ სამეწარმეო საქმიანობისთვის. ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა საკმაოდ ინტენსიურია. ბევრი სფერო არსებობს, სადაც შეგვიძლია კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა. დიდია თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა ხელოვნების, მეცნიერების, განათლების, სპორტისა და სხვა სფეროებში. ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებულნი ყველა ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებით. პოლიტიკური შეხვედრების დაწყებამდე ქართული დელეგაცია ტაშკენტის ტექნოპარკს ესტუმრა და ელექტრონულ ქარხანაში პროდუქციის წარმოების პროცესს გაეცნო. წარმოებული პროდუქცია ექსპორტის ერთ-ერთი მიმართულებაა, რითაც შესაძლოა ქართული ბიზნესიც დაინტერესდეს. სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განვითარება უზბეკეთში ქართული დელეგაციის ვიზიტის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება. უზბეკეთი არის ქვეყანა, რომელიც წელიწადში თითქმის მილიონი ადამიანით იზრდება. ეს არის დიდი სამხარებლო ბაზარი და ქართული კომპანიების დაინტერესება უზბეკეთით არის საკმაოდ დიდი. ამიტომ ჩვენ ხედავთ, რომ წლიდან წლამდე ქართული კომპანიების აქტივობა უზბეკეთის ბაზარზე იზრდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ორმხრივი მთავრობათშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ხელი შევუწყოთ ამ ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გამტკიცებას. იმისთვის, რომ მაქსიმალურად პროდუქტიული ყოფილიყო მიმდინარე წელს ეკონომიკური კომისიის მუშაობა, წინასწარ ერთი კვირის განმავლობაში უზბეკეთიდან ჩვენ უმასპინძლეთ უზბეკეთის მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლებს. დაგეგმილია ბუნებრივია როგორც ორმხრივი, ასევე უკვე ეკონომიკური კომისიის ფარგლებში შეხვედრები და ბუნებრივია ეს კარგი შესაძლებლობა და ძალიან საინტერესო ფორმატი ახალ შესაძლებლობებზე საუბრისთვის და რა თქმა უნდა იმ განვითარებისთვის თანამშრომლობის, რომელიც საბოლოო ჯამში აუცილებლად როგორც საქართველოს, ასევე უზბეკეთს მნიშვნელოვნად წაადგება იმ დიდ განვითარებებში, რომელიც ორივე ქვეყანას გააჩნია და კიდევ უფრო მეტი განვითარებების რეალურად პოტენციალს და წინაპირობებს შექმნის. ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, რომ უზბეკეთთან როგორც ცენტრალური აზიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფოსთან და აბრეშუმის გზის მარშრუტის საკვანძო რგოლთან თანამშრომლობას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და ეს პოტენციალი საქართველოს როგორც შუადერეფნის ქვეყანას მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცევს. მნიშვნელოვანია საქართველოს განავითაროს ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან გამომდინარე იმ პრიორიტეტებიდან, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას, რაც შეეხება შუადერეფანში საქართველოს როლს. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, რაც ბუნებრივია გამოიხატება
მიღება როგორც ეკონომიკურ სფეროში, ასევე პოლიტიკურ დონეზე დიალოგის გაძლიერებაში. გვექნება შეხვედრები ასევე სხვადასხვა ფორმატებში კოლეგა მინისტრებთან, სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე ვიმსჯელებთ. ამ ქვეყნების საერთო ჯამში ეკონომიკური პოტენციალი საკმაოდ დიდია, რომელიც ასათვისებელია, რომელიც საკმაოდ დიდი შესაძლებლობა არის ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა აუცილებლად შუა დერეფნის ნაწილს. მოგეხსენებათ, რომ შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი ცენტრალური აზიის ქვეყნები არის და ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ამ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება და კიდევ უფრო მეტად ხელშეწყობა, რომ მაქსიმალურად იყოს ათვისებული ეს პოტენციალი. ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობების დღის წესრიგზე მსჯელობა ხვალ პოლიტიკური შეხვედრების გარდა საქართველოს-უზბეკეთის მთავრობათა შორისი კომისიის რიგით მე-10 სხდომაზე გაგრძელდება.